შვილი 10-ში საღამოს ღამის 10 საათი იყო 10-ის ნახევარი იყო შვილი გაუშვი პურზე და სიგარეტზე შვილი როდესაც ქუჩიდან სახლში ბრუნდებოდა აღდა მისი ამხანაგი ბაქარ მიქაბერიძე პოლიციის თანამშრომელმა ნიკა გვარი არ ვიცი მიაყენა მანქანა ფეხებში და ბავშვი ეუნება ჩაჯექი მანქანაშიო რატო შეიგინებ ბავშვი თქვია არ შემიგინებიაო გადმოსულა მეორე დამხმარე პიროვნება რომელიც მეუნება ბავშვი დედა არ ვიცოდი ვინ იყო და ძალით მაჯენენ მანქანაში მიბორკავენ ხელებს ფეხებს ვერაფერი ვერ მომიხეხეს და ნიკამ ხელი ამომწვა სიგარეტით მანქანაზე რომ ეჭიდა ხელი ამ დამეწვა ხელი და ჩავარდი უცებ მანქანაში. წაიყვანეს ჩემი შვილი, სადღაც იქ სამხატვრო სკოლა როა, აქეთ ტყესთან, გადასახოვთან, გაჩერდა მანქანა, გამოიძახეს ორი პიკაკი, საპატრულო პოლიცია, გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, სულ ყველამ ერთიანად დასცხეს ჩემ შვილს სარტყმელად. აქედან მისი ამხანაგები 5 ბიჭი გაეკიდა ჩემ შვილს, საშუალებლად ტაქსით და მიუსწრეს და ნახეს თუ როგორ უტყამდნენ ჩემ შვილს. შეეშინდათ, ექსპერტიზაზეა წასული, სისხლიანი ტანსაცმელი ამოღებულია. ანუ გასისხლიანებული გასისხლიანებული კი ორჯერ დამაბარიეს ძალით დედა პირიოდა როდესაც პოლიციაში მიიყვანეს იქ ვიდეო კამერებია იქ არაა ჩემი შვილის ტყვევა დაფიქსირებული მეუბნებოდნენ რომ გინდათ თუ არა ორჯერ დაიბანე პირი რომ პირი სისხლიანი სახე ჩამოებანა ჩემ შვილმა არ დავიბანეო მაგრამ მე უკვე დედა ისევლე დამიწყეს ტყმევაო და იძულებული გახდი რომ სისხლიანი სახე დამებანა პოლიციელმა მოვიდა დათო მე გვარი არ ვიცი გამომძევისა მოადგილე იყო ნანახი ყავს ეს პიროვნება ბევრჯერ და მეუბნება დედასთან დამარეკეთ დედაშენთან დარეკილია და აგერაო ატყვილებს ნიკას ბავშვი ითხოვს დედასთან დარეკვას მაგრამ არავინ არ არეკიებს და დათომ უთხრა ხო გაგთხარე ლომი ამ სიტყვას მე მიჭის ამ სიტყვის ხმა, მაგრამ ჩემი შვილის წინააღმდეგ ყველაფერი უნდა ვაღიარო. ამ დრომდე ეტყობა ჩემ შვილს, ნაცემია ცხვირი გუშინ ნახა ადვოკატმა და ცხვირი აქვს ჩალურჯებული და ხელი ამომწვარი აქვს ჩემ შვილს სიგარეტით. რას ვაპირებ და ჩემი შვილის სიმართლის დადგენას და ამ პირების განთავისუფლებას, დროულად სამსახურის დატოვებას და დასჯას. ანუ მოითხოვთ იმ პოლიციელების დასჯას, რომელმაც ჩემი შვილი სასტიკად გაიმეტეს და აწამეს. როდესაც მივედი პოლიციაში გადამეღობა მორიგე სახელი და გვარი არ ვიცი სოფელ თერნაში ცხოვრობს და მეუბნება არ ვიცი რა მოხდა არ მიშვებენ შიგნით ამ დროს გამოძახებულია ქუთაისის სპეც რაზმი ისეთი პიროვნებები მე არ ვიცი არავინ არ შემიშვა ერთი ვიღაცა უშვა ქუთაისელი რომელიც დაქირავებული ყოლია ჩემი შვილის საცემად ჩემი შვილის საცემად რამდენი წლის არის თქვენი შვილი 17 წლისაა 17 წლის არასრულწლოვანი ვითხოვს რამდენი პოლიციელი სცემდა დაახლოებით 1-7 კაცი სცემდა ჩემ შვილს განსაკუთრებით ბაკური გიორგობიანი ეს ვინ არის პოლიციელი მე გამოდის ბაკური გიორგობიანი და მე ვითხოვ შვილის მას მონახვას ვეუბნები რომ ჩემი შვილი გადახულია მანახეთ არავინ არ გამამანახეს გამოვიდა ბაკური გიორგობიანი და უკავია ფურცელი ხელში და მეუბნება ფურცელს მომიწერე ხელი რა ფურცელს მაწერიებ ხელს შენი შვილი კაკებეზე გადევიყვანე მე ამ დროს ავდექი შევწუხდი რეაგირება არც ერთმა პოლიციელმა არ მოახდინა ატყდა პოლიციაში კივილი წივილი ერთი ამბავი მე შევწუხდი თუ არ მომაწერიებ ბაკური გიორგობიანი მე ჩემება რომ შენ შვილს ხვალ კაკებეზე არ განახებ